აი ახლა ბატონო კობა თქვენ უნდა მოგივიდეთ ახლა შეტყობინება მოწვევის გესმით ბატონო კობა ახლა უნდა მოგივიდეთ მოწვევა ისევ წეგან გქონდათ რაღაცა გამოჩნდა მაგრამ აქ დასტურის ღილა კი არ გამოჩნდა და ნახეთ აბა ბატონო კობა მოწვევა გესმით ჩვენი ბატონო კობა მედია ნახავს ამ წუთში ხაზზე იყო ბატონი კობა და წერა ნახა და ვერ შემოვიდა და ეხლა ნახავს ალბათ და შემოვა კი ხო და ეს რატომ არ იმასება მან თანხმობას უნდა დააჭიროთ ბატონო კობა ერთი წამით აუ ეხლა უნდა მოგივიდეთ წესით ბატონო კობა წესით ეხლა უნდა შემოვხვიდეთ თქვენ აი ხო გამოჩნდა აი საღამომშვიდობის მგონი შემოვედი არა კი საღამომშვიდობისა როგორ ზადებით დიდი მადლობა ფისკალობით და ფისკალობა ნუ მოგაგოთ ხოლმე ბატონო დავით გილოცავთ დევანდელ დღეს ნათლისღებას გილოცავთ თქვენ და ყველა თქვენ მაყურებელს ამ მსმენელს ჩვენც გილოცავთ მე წეგან ჩავრთე მაგრამ ისევ გამოვრთე მიულოცე საქართველოს თელს მოსახლეობას დაგვედებოდეს მშვიდობა თავისუფლება და ქართველი ერის გაერთიანება და ერთობა რომ აი ამ ჩიხურის სიტუაციიდან გამოვიდეთ სრულიად საქართველოს ულოცავ კიდევ ერთხელ ამ ძვირფას დღესასწაულს ამინ გილოცავთ გილოცავთ ასევე დღეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო დღევანდელი დღე ბატონი ჩვენი მებრძოლი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებით UFC-ში და ვინაც გულშემატკივრობთ ყველას გილოცავთ ყველა ქართველს იმიტომ რომ ნამდვილად გასახარებელი ამბავია ქართლის წარმატება ყველგან და ყოველთვის რა თქმა უნდა ქართული გენი ძლიერია და კიდევ ერთხელ გკისდება მოკლედ ბატონო კობა თვალიდან უკვე მნიშვნელოვანი ეტაპი დგება მსოფლიო პოლიტიკაში 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდება ყველაზე სამარცხვინო და ასე ვიტყვი პრეზიდენტის ბაიდენის მძინარე ბაიდენის მოღვაწეობა რომელმაც თითქმის მთლიანად წაბილწა მთელი მსოფლიო თავისი აი საცეცეებით მთელ მსოფლიოში და თავს მოახვია LGBT მოძრაობები და უფრო მეტის ამაყობდა ამით რომ თეთრ სახში LGBT შემოვიდაო გახსოვთ თქვენ ალბათ და ნუ ეს მე ვფიქრობ რომ ხვალიდან უკვე ლიბერალების დასავლეთის ლიბერალების ზის ჩასვლა იწყება და
მე მაინტერესებს ეხლა ჯერ თქვენ გააკეთოთ კომენტარი და თანდათან მე დიალოგის ფორმატში განვიხილოთ რამდენიმე საკითხი. სულ რამდენიმე საათი დარჩა ფაქტიურად ტრამპის მეორედ ინაუგურაციამდე და ეთანხმებით იმას, რაც თქვენ ბრძანეთ. უბრალოდ მე არ მიყვარს ადამიანების და პიროვნებების დონეზე რაღაც მოვლენების ახსნა, რომ ბაიდენი ცუდი და ტრამპი მოვა და რაღაც სხვას გააკეთეს, არამედ ყოველთვის ვცდილობ ეს მოვლენები და პროცესები დაუკავშირო კონცეფციებს და იდეებს, რომელიც მათ უკან დგას და იმ ტენდენციებს და იმას ვთქვათ ჯგუფებს გავლენისას, რომელიც ასევე მათ უკან დგას, იმიტომ რომ არ შეიძლება განვიხილოთ ბაიდენი ცალკე აღებული. მოწყვეტილი იმისგან, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება ის დააყენეს როგორც მარიონეტი, იმიტომ რომ ბოლო დღეებში და თვეებში ვერც კი გებულობდა თვითონ ასაწერდა ხელს, მაგრამ თავარი არის რომ დემოკრატიული პარტიის და მისი მეშვეობით, ასე რომ ვთქვათ, მსოფლიო გლობალისტური მაფიის დასმული იყო გარკვეული პროექტის და პროგრამის განსახორციელება. და რაც თქვენ ახსენეთ, იგი სიმპტომატური არის იგივე ლოს-ანჯელესში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და გადაიწვა ნახევარი ქალაქი და იქაც იგივე პრობლემა იყო, რომ სახანძროშიც კი, სახანძრო სამსახურში უფროსობა ჰქონდა ჩაგდებული ხელს სწორედ მიცემული დაწინაურებულები იყვნენ და ასე ვთქვათ მთავარ პოსტებზე ისხდნენ სწორედ ქალბატონები, სწორედ იმ ორიენტაციის და იმ ცისარტყელა სფერების, რომელიც სწორედ იმის გამო წინაურდებოდნენ, რომ იყვნენ ამ აჯენდის წარმომადგენლები და შედეგი რა გამოიღო, დავინახეთ თუნდაც ლოს-ანჯელესის მაგალითზე, რამდენად ეფექტური არის ის რეალურად, როცა მიდგება საქმე-საქმეზე და არის პრობლემები, მაგალითად დიდი ხანძარი. დიდი ხანძარი არის გაჩენილი, ასე ვთქვათ, სიმბოლურად, მთლიანად სალიბერალეთში და ამ გლობალისტურ, ასე ვთქვათ, მსოფლიო მაფიოზურ კლანებში. იმიტომ რომ თუკი ბაიდენი იყო წარმომადგენელი სწორედ ამ მულტინაციონალური სახელმწიფოები გლობალური რაღაც რვაფეხისა, ასე რომ ვთქვათ, ტრამპს აქვს სხვა კონცეფცია, ეს არის Great America, Make America Great Again, ანუ ამერიკა უპირველეს ყოვლისა და ამერიკა ყველაზე უფრო მაღლა. ანუ ეს არის დაბრუნება ისევ არა სოფლიო რაღაც ჰეგემონიურ, სოფლიო რაღაც ერთმართველურ სისტემასთან, რომ საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნებს ზემოთ მდგომი მაფიოზური სინდიკატები ცდილობდნენ სოფლიო ემართათ და ამერიკა გამოეყენებინათ როგორც პოლიციელი და ამერიკის რესურსები მაგალითად ფულადი მიემართათ მაგალითად იგივე უკრაინის ომის და მანქანის და საფინანსებლად მანქანის სამხედრო მანქანას გულისხმობ. ახლა უკვე ტრამპი მოდის იმ პროგრამით და იმ კონცეფციით, რომ არა ჩვენ სოფლიოს კი არ უნდა ასე რომ ვთქვათ ემსახუროთ როგორც პოლიციელი და ამ გლობალისტებს კი არ უნდა ასე ვთქვათ ჩაუდგეთ სამსახურში, არამედ ჩვენ ამერიკა უნდა გავაძიოთ. ანუ ეს არის კონცეფცია ამერიკის შეერთებული შტატების ისევ იმპერიად გადაქცევის. და ძველი მონროს დოქტრინის განახლებული ვარიანტი, რა იმიტომ არის საუბარი და იმიტომ აქვს აქცენტი გაკეთებული ჯერ მოსვლამდეც კი არ მოსვლა და უკვე საუბრობს იმაზე, რომ კანადა არის მის ინტერესების სფეროში, გრენლანდია უნდა შეიერთოს როგორც ნაწილი და პანამის არხი. ეს რას ნიშნავს და ამაზე ვერ გებულობს, რომ როგორ ეს ლიბერალები უკვე რაღა თქვა აღარიცა, იმიტომ რომ ხო ეს ამერიკა და დასავლეთი ხომ ყოველთვის იყო ამ გაეროს პრინციპების გადარაჯოზე, მათ ხო საერთო ღირებულებები გააჩნდათ და ეს არის ქვეყანათა საზღვრების ურღვევობა და არ შეიძლება სხვათა ქვეყნების რაღაცა ძალით მიტაცება ან ანექსირება. და აღმოჩნდა, რომ უფრო ძალიან კარგად შეიძლება და ვისაც ძალა გააჩნია ხელთ, მას შეუძლია ასეთი პროგრამა გაატაროს, რასაც ტრამპი ახლა აპირებს. ანუ ეს არის ისევ უკან დაბრუნება მე-19 საუკუნის ბოლოს, ესე რომ ვთქვათ, ისევ იმპერიათა ხანაში. ანუ გვექნება ამერიკის იმპერიის აღორძინება, გვექნება ჩინეთის იმპერიის, ძველი იმპერიის აღორძინება და გვექნება რუსეთის იმპერიის აღორძინება. ევროპა ნაკლებად გაქაჩავს, მე მგონი ამ იმპერიის, ასე ვთქვათ, დონეზე და მოუწევს იმ დიქტატის დამორჩილება, რომელსაც მას შეთავაზებენ ეს ძალები, რომელიც ახლა დავასახელეთ. ეს არის მოკლედ, რომ ვთქვათ,
იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში რა პროცესთან გვაქვს საქმე და ის დაბრუნება 19 საუკუნის ბოლოს აი ამ ასე ვთქვათ პირველ მსოფლიო ომის დროით წინანდელ პერიოდამდე ესე რომ ვთქვათ რომ სადაც იგი იმპერიები ერთმანეთს შორის განსაზღვრავდნენ ვისად ექნებოდა გავლენის სფერო და თუ საჭირო იყო ომისთაც კი აი ამ ეტაპზე ვიმყოფებით დღეს და ამიტომ აი რომ ვერ გაიგეს აი ამ ლიბერალებმა რა ხდება აი როგორ შეიძლება რომ ამერიკამ თქვას რომ აი მე მაგალითად პანამას ან გრენლანდიას ავიღებ და მივიერთებ და აი ამ მაგალითთან გამომდინარე ისინი უკვე ვეღარაფერს ვერ ამბობენ მაშინ რატომ არ შეუძლიათ გააკეთოს რუსეთს ხო რატომ არ შეუძლია მაშინ გააკეთოს რუსეთს თუ კი ამას გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები და აი აქ აქვთ მაგათ კოგნიტიური დისონანსი და ვერ გებულობენ რა ხდება და აგინებენ ტრამპს აგინებენ პუტინს აგინებენ ყველას მაგრამ მარტო გინებით ესენი ვერაფერს ვერ შეცვლიან და უნდა გაიგოთ ერთი რაღაცა ბატონო ლიბერალებო წავიდა ეს რომ დამთავრდა ეს ლიბერალიზმის რომ ჩაბარდა წარსულს მსოფლიო დიდმა ძალებმა გაწვეს რომ ეს არის უკვე failed ჩავარდნილი პროექტი და ჩავარდნილი პროექტში რესურსებს და ფულს და კაპიტალს არავინ აღარ ჩადებს და თქვენშიც მათ შორის არავინ მალე აღარ ჩადებს აი ამ კაპიტალს მათ შორის ჩვენ რო არასამთავრობო ორგანიზაციები უნახეთ ატიოსანი სამუშაო და სამსახური ნუ ეხლა ფაქტია რომ ბატონო კობა პირველ 6 თვეში ალბათ იქნება აი მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბება რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ შეიცვლება აქ იქნება ამ ზესახელმწიფოების ამერიკის რუსეთის და ჩინეთის სავაჭრო თემები რა თქმა უნდა ამ პირველი 6 თვის განმავლობაში და საინტერესოა ყველაზე საინტერესო ის არის რომ ჩვენ აი ამ გლობალურ პროცესში ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრში ვხვდებით ვინაიდან მთელი ენერგო რესურსები აზია ევროპის ხიდი ვხვდებით აზერბაიჯანსთან საქართველოს გავლით შავი ზღვის შავ-ზღვაზე და რა თქმა უნდა ყველა ამ სამივე სახელმწიფოს სურს თავისი გავლენებს დაეუფლონ აი ამ ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიაზე ამიტომ არის ასეთი გაცხარებული შემოტევები ყველა მხრიდან ყველა ეს სამი დიდი სუპერ სახელმწიფო თავის საქმეს აკეთებს და ამაზე იქნება რა თქმა უნდა ძალიან დიდი ვაჭრობა და სწორედ ეს ხდება აი რუსთაველზეც ამ 2 თვის განმავლობაში ეს სრულ ის არის რა ქვია ლოზუნგი არის რომ თითქოს ევროპა და ევროპული მომავალის წინამძღოლში აქ გავლენებზეა ლაპარაკი რომ მოეყვანათ სასურველი მარიონეტული ხელისუფლება ბაიდენის თავრობას აი ეს სურდათ და აქ სისტემურად შეიძლება ძალიან ბევრი რამ არ შეიცვალოს ამერიკას ყოველთვის თავისი ინტერესები აქვს ჩინეთს თავისი რუსეთს თავისი და საქართველოს ჭკუა უნდა იხმაროს აქ და არ შეიძლება რომელიმე აი ამ სუპერ სახელმწიფოს წითელი ხაზი გადაკვეთოს მე პირადად ასე ვფიქრობ და აი როდესაც წითელი ხაზი გადააკვეთა უკრაინამ და დაიჭირა მხოლოდ ამერიკის მხარე ამიტომ გამოიწვია ამიტომ ჩავარდა ასეთ სისხლისღვრელ ომში მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული დანგრეული ქალაქები და ტრილიონს გასდა ზარალი ხო ჩემი აზრით აი ახლა საქართველოს სჭირდება ჭკვიანი პოლიტიკოსები რომ ესე იგი ამერიკასთანაც უნდა ქონდეს დალაგებული ურთიერთობები რუსეთთანაც და ნუ შემდეგ რა თქმა უნდა ჩინეთთან აი თქვენი მოსაზრებები აი ამ გეოპოლიტიკურ საკითხში მაინტერესებს დიდი მადლობა ძალიან სწორი და დროული შეკითხვისათვის ბატონო დავით ცოტა შორიდან უნდა მოვუაროთ ამ იმიტომ რომ კი ბატონო აი ჩვენ ახსენეთ რომ საქართველოს სჭირდება გონიერი პოლიტიკოსები მაგრამ არა მარტო ეს არ არის საკმარისი რომ იყოს გონიერი პოლიტიკოსი და თვითონ იცოდეს ასაკეთებს სწორად საქართველოს პოლიტიკას და მათ შორის პოლიტიკოსებს და მმართველებს აკლია სწორი კომუნიკაცია და კომუნიკაციის სტრატეგია თავის ამორჩეველთანაც და არა ამორჩეველთანაც ანუ მეორე მხარეს ზოგადად მთლიანად ქართულ საზოგადოებასთან იმიტომ რომ დამეთანხმებით რომ იქიდან გამომდინარე რომ ბოლო 30 წელზე მეტი უკვე სულ მცირე 30 წლის განმავლობაში მთელი თაობები აღიზარდა ყალბი ცნობიერების და ყალბი იდეოლოგიის მინიჭებით და დოგმატურ დონეზე რაღაც ასე რომ ვთქვათ მანტრების გამეორებით და შთანერგით რომ აი ეს ასე უნდა იყოს ეს კონსტიტუციაში ჩავწეროთ საქართველოს უნდა შევიდეს ევროკავშირში საქართველოს უნდა გახდეს ნატოს წევრი და ალტერნატივა არ არსებობს აი ამ ალტერნატივის მოსპობით ტვინში ალტერნატივის მოსპობით გამოწვეულია ეს რომ დისკუსიის ალტერნატივაც აღარ არსებობს და ადამიანებს ვისაც მტკიცეთ სწამთ რომ ის რაც მათ ასწავლიდან
20 წლის განმავლობაში ლოგიკურიც ახლა იქ მეორე მხარეს არიან ჩვენი დეები, ძმები, ახლობლები, ნათესავები, შორის გასაგები არის, რომ ის ხალხი ამ პოზიციაზეა, იმიტომ რომ სხვანაირად არ უსწავლიათ არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში, არც ტელევიზიებიდან, არც მთავრობიდან. მთავრობას და ოცნებაც ხომ ბოლო დრომდე იძახოდა და დღესაც იმეორებს რომ ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ და ამას ალტერნატივა არ გააჩნია. არა და პოლიტიკა სწორედ ალტერნატივათა მოძიება და შესაძლებლობის ხელოვნება, ანუ შესაძლებელი რა არის, უნდა ვთქვა და რა ის რა გვინდა და შეიძლება მე მონიკა ბლუჩი მინდოდეს და მომწონდეს, მაგრამ ახლა მონიკას თუ უნდა ვარ აი დაახლოებით ისეთი რაღაცაა რა შეგვიყვანებენ თუ არა ევროკავშირში. ევროკავშირში რეალურია ჩვენი შესვლა არ არის უახლოეს პერიოდში. ანუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ არის რა არის რეალური უახლოეს პერიოდში და არა იმაზე თუ რა შეიძლება იყოს 50 წლის მერე ჩვენ არ ვიქნებით. და აი ეს პრობლემა აქვს თავრობას რომ ვერ ასეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? ვერ დაიწყო აი ამ თემაზე საუბარი თავის დროულად და ვერ დაიწყო განმანათლებლობის სისტემა ადამიანების პოლიტიკური განათლების მიცემისთვის, რათა ხალხს და საზოგადოებას გაეგო ინფორმირებული ყოფილიყო და შესაძლებელი ყოფილიყო ჯანსაღი დისკუსია. აი ესაა პრობლემა საქართველოს საზოგადოებაში. რაც შეეხება ახლა გეოპოლიტიკას და რატომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს სურვილებში, ჩვენს პროექტებში და ჩვენს ასე ვთქვათ გეგმებში, რომელსაც მთავრობა და ქვეყანა და ელიტაბერი ყველა ერთად შევიმუშავებთ. თუ კი ერთად არ შევიმუშავებთ, აი ქართული პროექტი, რომელიც ყველა ერთ პირზე თუ არ დადგა, ესე ძალიან დიდი რისკების წინაშე თუ გერთმანეთს დაუპირისპირებული არის ხალხი. ყოველთვის ამაზე ითამაშებენ ის გარე ძალები, რომლებიც თაგეთებენ ფსონს ამა თუ იმ ძალაზე ქვეყნის შიგნით და ცდილობენ ამეთი თავისკენ გადასწიონ, გადაკაჩონ აი ეს ბაწარი. ჯერ იმაზე ვთქვათ, რომ არის ძალიან სახიფათო მომენტი მთლიანად სოფლიოს შექმნილი. აი თქვით რომ არის ფაქტიურად გადანაწილების და ახალი სოფლიო წესრიგის წინაშე დგება სოფლიო და არავინ ეცის ბოლომდე თუ როგორი იქნება ეს ახალი სოფლიო წესრიგი და სად გაევლის აი ის ახალი საზღვრები, რომელსაც ფაქტიურად იალტა 2:0-ის ან პოცდამი 2:0-ის ასე ვთქვათ კონფერენციის შედეგად დიდი სახელმწიფოები ერთმანეთში გაარკვევენ. ერთმანეთში გაარკვევენ ხალხმა. თქვენ რაც უნდა იხტუნოთ, ხო და ჩვენაც უნდა ყველა ვიხტუნოთ, როგორც უკრაინელები ხტუნავდნენ, იქ მაიდანზე და კარგად იხტუნავეს და კაი ჩიტის დაიჭირეს საბოლოო ჯამში, ახლა ბოდიში, მაგრამ ტრაგედია რაც იხდება ნამდვილად, მაგრამ ჭკუა ხო უნდა დაატანო. ხო უნდა შეხედო შენი მეზობელი ვინ არის, ერთ მხარეს, მეორე მხარეს, მესამე მხარეს. აი რუსეთი და ირანი რომ ახლა დებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ხო უნდა გაანალიზო რატომ მაინც ახლა რას ნიშნავს ეს სტრატეგიული პარტნიორობა? რა უნდა რუსეთს, რა უნდა ირანს? სად გაივლის გზა მათ შორის გაივლის გზა აზერბაიჯანზე, ხო? აზერბაიჯანი ხო იხეირებს ყველა მხრიდან. აზერბაიჯანმა ხომ მოახერხა თურქეთთანაც დალაგება და თურქეთის დახმარებით და ასე ვთქვათ, სამხედრო შეიარაღებით თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთიან ყარაბაღში. აი აზერბაიჯანმა ქართლება როგორ უნდა გვაჯობონ ჭკუით ქართველებს სირცხვილი არ არის ბოლო-ბოლო? აი ხო შეიძლება დაუждებთ ქართველი პოლიტოლოგები, სოციოლოგები, დიპლომატები და დიპლომატიის ისტორიის მცოდნები და შევხედოთ, გავაანალიზოთ რა ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში. ახლა თუ კი ვამბობთ, რომ ჩვენ სახელმწიფო ფაქტიურად მსოფლიო ფაქტიურად დგას მესამე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, რომელიც ან დამთავრდება, თუ კი ეს დიდი ძალები მოილაპარაკებენ კატასტროფის და დიდი ომის გარეშე, იმიტომ რომ მოილაპარაკებენ უომრად და რაღაც პატარ-პატარა პროქსიომები შეიძლება იყოს და პატარა პროქსიომი შეიძლება იყოს როგორც უკრაინის ომი. და ჩვენ თუ გვინდა რომ ესეთი პატარა პროქსიომი იყოს საქართველოში, ამას მოაწყობენ, იმიტომ რომ მაგათი არაფერი არ მიდის. ქართველების სისხლი თუ დაიღურება მაგათი თამაშებისთვის შეხედავენ დადებებს ფსონს და ვის დარჩება საქართველოში გასული. ასე რომ ვთქვათ, მაგისტრალებზე და გზებზე კონტროლი ვის ექნება და ვინ მიიღებს დივიდენდებს იმაზეა საუბარი. თუ არა ეს გზა ყველა ვარიანტში გასული არის, უკვე გაყვანილი არის გზები, ყველა ვარიანტში გავა ტვირთები ჩინეთიდან და ინდოეთიდან, რუსეთში, თურქეთში, შავ ზღვაზე და ევროპაში, მაგრამ საკითხავი არის ის, რომ თუ ვის ექნება კონტროლი და თუ კი ჩვენ გვექნება კონტროლი ქართველებს, ჩვენ გვექნება დიდი დივიდენდები. ჩვენ ისევ მოვიპოვებთ ჩვენს დაკარგულ ფუნქციას, აი ამ დიდი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი გამაკონტროლებელი ქვეყნისა და აი რო იძახიან მაგალითად რომ აი ავიღოთ მაგალითად რა ქვია კაცმას აი ლიკუან იურო რო იყო ხო εμის რა ქვია პრეზიდენტი სინგაპურის მაგალითი რო ავიღოთ და ესე ტვინი გამოგვილაკეს უკვე ამ ლიბერალებმა ამისი ძაღლით რომ აი კაპიტალიზმი და ლიკუან იუს ესე თქვათ კონცეფცია მისი ეკონომიკური განვითარების და აი როგორ აყვავა მან ქვეყანა. კი ბატონო, აყვავა ქვეყანა ლიკუან იუ, მაგრამ მისი ეს მოდელი რას ემყარება? იმას ხო არა რომ
სინგაპურიზაციას ოიზახიან, ჯერ შემოვიდა უცხო კაპიტალი, მათ შორის ჩინური იქ მგვანაში. და ჩინელებმა აიღეს სათავეები ძალიან ბევრ რაღაცაში. და მერე კიდე სინგაპური აკონტროლებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ყველაზე მნიშვნელოვან სრუტეს მსოფლიოში. და მთელი თუ კი რამე გემები არსებობს იქიდან მომავალი მთელი წყნარი ოკეანის აუზიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, საფრანგეთიდან, ყველაფერი გადის იმ პატარა სრუტეში, რომელსაც აკონტროლებს სინგაპური. და ეს არის ყოველწლიური შემოსავალი 8-9-10 მილიარდის. ყოველწლიური პატარა ქვეყნის წარმოიდგინეთ, თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის რამდენს ნიშნავს ანალოგიური, რომ ჩვენს რო ვიყოთ აი რაღაც ერთ-ერთ მაგისტრალზე, შუა გზაზე, ჩვენზე გადიდეს ეს გზა, როგორც ვთქვათ, იქ გადის იმ სინგაპურში, ხო? სხვა მაგალითი ავიღოთ, მაგალითად იგივე ეგვიპტის მაგალითი. უზარმაზარი შემოსავლები იქნება, როცა ამ იქნება 8 მილიარდის შემოსავალი და ეს იქნება ახალი 1000-ობით, 10000-ობით და 100,000-ობით სამუშაო ადგილი დასაქმებული ჩვენი თანამამულელი თუ კი ჩვენ ჭკუით ვიხედავთ და თუ კი ჩინელებს არ დავასაქმებთ და იმას ირანელებს იმაზეც ხო? ჩვენ თუ ვიღებთ, ჩვენ თუ მოვაწყობთ ჩვენ სისტემას სწორად და მართებულად, იქნება ეს უდიდესი დივიდენდები ყველასათვის. და ეს მთავრობამ უნდა გააგებინოს ხალხს, რომ ყველა იხეირებს. მაგრამ მთავრობამ კონცეფციას უნდა შექმნას და შემოგთავაზოს და ხალხს უნდა უთხრას, რომ თქვენ დასაქმდებით და არა ინდოელი, ჩინელი, იაპონელი და ვიღაცა საფრანგეთელი. აი ეს პირობა უნდა მიცეს მთავრობამ ხალხს. თუ უნდა მას სწორი კომუნიკაცია, უნდა გაიგოს ხალხმა, რატომ ჭირდება მას ყველას აი ეს პროექტი და ამაზე ქართველების კონტროლი. იგივე მე გამახსენდა ნასერის პოლიტიკა ეგვიპტეში, ხო ამასაც ეგვიპტეში გახდით, მე თვითონ აი დეკემბრის ბოლოს. და ბევრი რაღაც კიდე იქაც გავიგე ადგილზე რა, სუეცის საფრთხთან დაკავშირებით. ეს კიდაც თვითონ როგორც პოლიტოლოგმა ხა ისა ააშენეს ხო ვინა ფრანგებმა, ბრიტანელებმა გაიყვანეს და მოახდინა ნასერმა ისა ნაციონალიზაცია. რატომ? იმიტომ რომ ეს არა, სხვადასხვა ვერ გამვითარდებოდა. დარჩებოდა კოლონიად, ის რა ქვია, ეგვიპტე ყოველთვის მიდღემშიო და მაგის გამო ომი დაიწყეს. ვინ დაიწყო ომი ეგვიპტესთან? ანუ ნასერი აკეთებდა ქვეყნის საქვეყნო და სახელმწიფო საქმეს თავისი ერისთვის და თავისი ეგვიპტისთვის, ხო? და ომი ვინ დაიწყო? დამივოდ ომი დაიწყო ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. აი ამის პარალელია საქართველოშიც. აი საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება რაღაცა უნდა აგინო, ხო ამ საქმეში აკეთებს სახელმწიფოებრივ საქმეს და ომს უწყებს ისევ, ანუ ურევს სიტუაციას, ვინ ისევ ბრიტანეთი და ისევ საფრანგეთი. ეს ხომ ახალი არაფერი არ არის. უბრალოდ ცოდნა ჭირდება ისტორიის ამას, ხო? რაც მოხდა სხვაგან, იგივე ცდილობა ჩვენთან და ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. ჩვენ ეს ეს სხვათა შორის გუშინ ბატონი დემური გიორხელიძემ დადო რამდენიმე საბუთი დოკუმენტი ისევ ამერიკის სადაზვერო სამსახურები იქიდან მოიღო ეს ღიად დევს მათ გვერდზე იდო 2018 წელს შეწერა უკვე რას აპირებდნენ და როგორ აპირებდნენ რომ საქართველოს რა თქმა უნდა ჩაბმული უნდა ყოფილიყო ამ ძიმე დაპირისპირებაში საქართველოს უკვე ჩაწერეს ჯერ კიდევ 2008 წელს ჩაწერეს ამ დაპირისპირებაში ხო ეს ჩაბმული იყო კი და უკრაინა ახლა რო ვიდეო ჩვენ დავიწყდან ამის მოყოლას ჯერ დავიწყოთ 2004 წლიდან იქ რა ქვია მას ნარინჯისფერი რევოლუცია რომ მოაწყოთ აი მაშინ დაიწყო ეს პროექტი მაშინ ჩაუშვეს პროექტი რომ უკრაინა უნდა გადაექცეთა არტიბუსად შეიარაღებენ და დაწყებულიყო ომი რუსეთის წინააღმდეგ რატომ რუსეთი დასუსტებული იყო მე რუსეთი დაეჩოქებინათ მე რუსეთი თავისკენ მიემხორდა დაპირისპირებოდნენ ჩეს მთავარი რა არის რუსეთი კი არ არის ამერიკისთვის თავარი ჩინეთი არის ტრამპი ამბობს რომ თავარი დაპირისპირება და თავარი მისი კონკურენტი იქნება ჩინეთი და ჩინეთსა და ამერიკას შორის გარკვეულ იქნება მომავალი ჰეგემონი, ხო? და აი ახლა ამ დაპირისპირებაში რუსეთი ვის მხარეს დადგება უკრაინა ვაფშე არავის არ აინტერესებს ამ შემთხვევაში რა. უკრაინა აინტერესებს მარტო იმ კუთხით, რომ იქ რო არის ლითიუმის წიაღისეული და კოქსი და სხვა 1000 წიაღისეული, რომელიც ტრილიონები ყავს, ხო, იმას ვინ გააკონტროლებს. ჩვეულებრივი იმპერიალისტური ომი ის რუსეთსაც უნდა ის რომ გააკონტროლოს და მითო არის ომი მაინდა-მაინც იმ ტერიტორიებში. რატო არის რომ იმას რა ქვია ხარკოვს და დნეპროპეტროვსკს ატო არ უტევს, მაგალითად კიევს ატო არ უტევს, არა უტევს იმ ადგილებს, სადაც არის წიაღისეული. ხო, ხა უნდა შევხედოთ ახლა ხდება. იგივე არის მეორე მხრიდანაც, ხო უნდა ამ წიაღისეულის კონტროლი, ეს არის ფული ძალიან დიდი ფული არის ყველა მხრივ და უკრაინას ისე გაყიდიან და ისე შეწირა, ახლა დავინახავთ ძალიან მარტო ჩვენ ტრამპს თუცა მიხვდება და დაანახებენ რომ შეუძლებელი არის რუსეთის დამარცხება უკრაინაში და თუნდაც კურსკში ეგა რაღაცა რაცა უნდა მილიარდები ჩადოს წამგებიანი პოლიტიკა
ტრამპის ინტერესებში უკრაინა არ შედის. ტრამპის თავად პრიორიტეტებში შედის ახლა ისრაელი, ჯერ აქედან დავიწყოთ, ამიტომ არის ახლა ისრაელში დაინახეთ ხომ, ახალი ხელშეკრულება იქ უნდა გაათავისუფლონ, ხამასმა უნდა გაათავისუფლოს, ესე რა ქვია, თავისი დაჭერილი ხალხის ებრაელები, როგორც კი გაათავისუფლებს ხამასი, გაათავისუფლებს ამ ხალხს და აღარ ექნება იქა მძევლად რომ ამას იმათი შიში არ ქონდეს ებრაელებს რომ თავის თანამოძღვრეს მოკლავენ. ეგრევე დაიწყებენ ესენი ისევე ომს თუ რა დაინახავთ, ამ არ გაჩერდებიან ისე ხამა იმას არ გაახარებენ იმ რაზან სექტორს. და ირანი, შეხედეთ ირანს, შეხედეთ რა ქნას იქ ტრამპმა და ისრაელმა ძალიან დიდი საშუალება არის იმის რომ აი ირანზე წავიდეს თავარი შეტევა. ამ შემთხვევაში უკრაინა არავის არ გაახსენდება. უკრაინა არ საქართველოს, ახლა საქართველოს რატო არის იცი? ბატონო დავით, აი მოხშეფოთ ისტორიას, როდესაც კი იწყებოდა დიდი მსოფლიო ომები. მაგალითად პირველი მსოფლიო ომი, ხო? ის პატარა ქვეყნები, რომელთაც არ იყო სიგრძე და პირველი შევარდნენ, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ომში, ხო? იმათმა იზრაელს და ისინი დაიქცენ პირველები, ხო? ანუ, როცა არის, შენ ხო არის ეს მესამე მსოფლიო ომი, რითი დასრულდება, ვისი გამარჯვებით და ვისი დამარცხებით, ხო და? შენ რო ვიღაცას გინდა თუ არა ეტენები და იმათ მხარეზე გინდა რომ შეეცილო პაიკად, შენ გაიწირები და არავინ არ დაგინდობს, ხო? ისე განადგურდები, რომ ჯერ მესამე მსოფლიო ომი დაწყებული იქნება, შენ რო განადგურდები და რატომ გვინდა ეს? იმ ქვეყნებმა, რომლებაც ყველაზე მეტი მოითმინეს და დიდი ხანი დააკვირდნენ და მერე შეხედეს, აჰა, ეს მხარე ფლობს უპირატესობას და ამათ უფრო დიდი შანსი აქვს რომ გაიმარჯვონ და მერე ჩაერთონ მოგვიანებით ომში იმათ სასარგებლოდ, ყველაზე მეტად იმათმა იხეირეს. მაგალითად რუმინეთი რო ავიღოთ, ხო? ერთი სამჯერ გაზარდა თავის ტერიტორიები ორი მსოფლიო ომის შედეგით. და ამერიკა რომ ეხლა ირანს უმიზნებს ეს შეიძლება ვივარაუდოთ იქიდანაც ბატონობა რომ თითქმის აი მინისტრთა კაბინეტს ეხლა ხო აკეთებს ტრამპი რამდენიმე გენერალი დანიშნა მაღალ თანამდებობებზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ემზადება აი ასეთი დიდი ომისთვის. აუცილებლად და საგულისხმოა, რომ აი ტრამპის ინაუგურაციამდე და სწორედ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა ირანის პრეზიდენტი და სამთავრობო უმაღლეს დონეზე დელეგაცია პირდაპირ პუტინს შეხვდნენ. დადეს ხელშეკრულება, რომლის ყველა პუნქტი ჩვენ არის ნაწილობრივ გასაუდიმლოებული განაწილების აქვს. იმ ხელშეკრულებას არის ყოვლის მოცველი პარტნიორობის ხელშეკრულება, ისე როგორც მანამდე სამხრეთ-ჩრდილო კორეასთან, როგორც იქ უკვე სამხედრო ალიანსი არის საუბარი. ირანთან არ ვიცით, მაგრამ და შეიძლება იქ იყოს საიდუმლო პროტოკოლში ასევე სამხედრო დახმარება თავდასხმის შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით, მაგრამ იყო ძალიან ნიშანდობლივი განცხადება პუტინის აი ამ ხელშეკრულების შემდეგ. მე არ ვიცი მოусმენა თუ არა ჩვენ ახსენებმა, მაგრამ იმ განცხადებაში პუტინმა სამხრეთ კავკასია ახსენა ცალსახად. და თქვა, რომ ჩვენი ინტერესები არის, რა თქმა უნდა და მონიშნა რუსეთის ინტერესების სფერო და გავლენის სფერო, რომელსაც ისინი უყურებენ, რომ ეს არის, ეს თუ არ იქნება, ეს არ იქნება რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული, ესა როგორც უკრაინა, ისე სამხრეთ კავკასია. სამხრეთ კავკასია არის სწორედ ის, რომელიც ირანსა და რუსეთს აკავშირებს. რომელიც ირანსა და რუსეთს აკავშირებს. აი, ამიტომ ხდება სამხრეთ კავკასიას თქო საჯილდაო, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ამიტომ არის, რომ ახლა სომხეთი, აი სომხეთმა დაუდო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ოფიციალურად და ფორმალურად ჯერ კიდევ ოდკბ-ს წევრია, მაგრამ რუსეთს ასე ვთქვათ დიდი ხანია უკვე რაც უღალატა და განზე გადგა და მიტომ მოხდა იქ რაც მოხდა ყარაბაღში, მთიან ყარაბაღში თურქეთმა დაეხმარა აზერბაიჯანს, სომხეთი დამარცხდა და ახლა ცდილობენ რევანშის აღებას, ცდილობენ ამერიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადეს კიდევაც ყოვლის მოცველი. აი როგორც ჩვენ დავდეთ მამამდე ხო პარტნიორობა, ხო? ისე გაგეთა ანუ სომხეთი გახდა ძველი საქართველო, ასე რომ ვთქვათ, და საქართველო პირიქით უფრო ასე აბალანსებს აი ამას, რომ მარტო ამერიკის ინტერესებს არ შეეწიროს და თავის ინტერესები დაიცვას თავის ქვეყანაში და აი ამ საჯვარედინზე, ჩინეთთან სტრატეგიული კავშირით და ასე რომ ვთქვათ, თურქეთის, რუსეთის და ირანის ინტერესების გათვალისწინებით. იმიტომ რომ ყველა დამხარე დაინტერესებული არის ამიერკავკასიაში სტაბილურობით, სომხეთზე ვერ გავა გზა, ამიტომ რომ არის პრობლემატური ქვეყანა და ამიტომ გავა საქართველოზე და ამაში დაინტერესებულია როგორც რუსეთი, ისე ირანი, ისე თურქეთი, ისე აზერბაიჯანი და ისე ჩინეთი და ისე ინდოეთი. ვინ არ არის ამაში დაინტერესებული? დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. გააჩნია ხა ტრამპი როგორ მიუდგება ამ საკითხს. ტრამპი როგორ ესე იგი თქვა, თუ კი ის აქცენტებს გააკეთებს ისრაელზე და ისრაელიდან ასე ვთქვათ, ირანზე შეტევა, და ხა არ ვიცი მეორე ვარიანტი არის მაგალითად შავი ზღვიდან სომხეთი და სომხეთიდან ირანზე შეტევა,
და სომხეთი ირანი ამას ვერ დაუშვებს, რა თქმა უნდა. ეს მარტო შესაძლებელი იქნება საქართველოს თუ იქნება ამათ მხარეზე, დასავლეთის მხარეზე, რომ საქართველოსზე გაიაროს სამხედრო თვითმფრინავმა და საქართველოს სომხეთის ღერძი შეიქმნას და ამერიკიდან დაარტყან ირანს, და ჩვენ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვდგებით, თუ კი ეს განხორციელდა, იმიტომ რომ ჩვენ არავინ არც ირანი არ დაგვინდობს და არც რუსეთი ამ შემთხვევაში, ხო? და ამიტომ ეს ხალხმა უნდა გაიგოს თუ რა საფრთხეების წინაშე ვართ. ახლა სომხეთი რომც არ მოხდეს ეს worst case ყველაზე ცუდი შემთხვევა და ომში თუ არ ჩავართეთ, მარტო ეკონომიკური კუთხით რო შევხედოთ, ხო? თუ კი სომხეთმა ის მოახერხა და ეს მე ვთქვი ერთხელ, რომ ვინაც გახართ მეთქი იქ რუსთავაზე, სომხეთის საქმეს აკეთებს, საქართველოს კი არა, სომხეთის საქმეს აკეთებს რეალურად მეთქი რა. თუ კი საქართველოში მოხდა არეულობა და საქართველოს როგორც ასე რომ ვთქვათ, მაგისტრალი ჩაიკეტა, სომხეთი დიდი სიამოვნებით აიღებს ამროს, მაშინ გაატარებს ირანი და თურქეთს სომხეთზე, მე თურქეთსა და თვითონ მიიღებს იმ დივიდენდებს, იმ მილიარდებს, რომელიც ეს ჩვენ მოკლედ რომ ვთქვათ, ბატონო კობა, პირველ რიგში რა თქმა უნდა აუცილებელია ეს სამი დიდი ზესახელმწიფოს ინტერესები გავიგოთ, რას ვთქვათ, შემდეგ უკვე რეგიონალური მოთამაშეები, ხო? თურქეთი და ირანი. აი, ამაში ჩვენ ამიტომ ვახსენე, მე რომ ჩვენ გვჭირდება კარგი დიპლომატები, კარგი პოლიტიკოსები. უჭკვიანესი პოლიტიკოსები, იმიტომ რომ დანის პირზე გაივლის მოუწევს გავლა ეხლა საქართველოს. და ერთი შეცდომას შეიძლება იყოს დამღუპელი თელეფონისთვის. მოკლედ, 25 წელი გადავწყვიტე და 26 წელია ზანგედებული კიდე. ამ კუთხით. მე მინდა ბატონო კობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას შევეხო, ეს არის ჟურნალისტიკა და ჩვენ გახსოვთ თქვენ თითქმის ერთ ბანაკში ვიყავით ჩვენ ფაქტიურად, როდესაც კოვიდი ბძინვარებდა და კოვიდ ფაშიზმის დროს ჩვენ ვიცავდით მართალ სიტყვას და ობიექტურ ინფორმაციას, რაც შეგვეძლო ვაწვდით მოსახლეობას, მაგრამ იცით თქვენ როგორ ბლოკავდნენ, თქვენს ბლოკავდნენ და აგერ ეხლა უკვე როდესაც კონსერვატორი პრეზიდენტის ეხლა ტრამპის ის იქნება ინაუგურაცია უკვე გაიმარჯვა, ცუკერბერგმა აღიარა ყველაფერი, რომ მას თელიქსელები ქონდა, ფაჩეკერები და ყველაფერი და მთელი მასმედიები, მსოფლიოს მასმედიები ფაქტიურად მათ ხელში იყო და პლუს სოციალურ ქსელშიც კი ყველას ბლოკავდნენ. მე მახსოვს ერთხელ ისეთი ინფორმაციები დავდე მე ლუგარზეს და ყველაფერზე თუნდაც ჰეპატიტიდან ქართველი ერის დნმ-ი რო აიღეს და მაცივრებში ინახავდნენ და ინახავენ უпроსტორად კიდევ და ვინ აფინანსებდა ამას ეს ყველაფერი მე ამ ყველაფერზე ვისაუბრე და მილიონამდე ავიდა კინაუნდა სულ გააკრეს გუგლიდანაც და რა ვიცი ყველგან გაქრა აბსოლუტურად ხო და აი მე მაინტერესებს ეხლა ამ ფაქტჩეკერების თემას მივყვეთ და აი ამ ჟურნალისტიკის თემას და შემდეგ ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე რომ აი ქართული ოცნებას ერთი დაუსვათ საჯარო შეკითხვა რას უპირებენ ეხლა აი ამ კინჭურაშვილებს და ამათ რომლებმაც აი ამ დაბლოკით და მართალი ობიექტური ინფორმაციებს ვიბლოკავდნენ აი ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ დაახლოებით 10,000 კაცი სწორედ აი ამის გამოა საქართველოში გარდაცვლილი და ამას გარდა 10,000-ობით ჯანმრთელობა დაზიანებული ხალხია და პასუხი დღემდე არავის არ უგია. დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისო. აი რაც იქ ხდება ახლა ხო? ფაქტიურად აი ეს ეგრეთ წოდებული ფსევდო თავისუფალი და ფსევდოლიბერალური მედია, რომელიც ემსახურებოდა აი ამ მაფიოზურ სისტემას და დღემდე პრინციპში რჩება ეს CNN და სხვები, მათ შორის ცუკერბერგის კანტორა და Facebook-ი კონტროლი იყო და არის. ახლა ცუკერბერგს ეს ზანაც რო თქვას რომ მე არ მინდოდა მაგის გაკეთებული არის ხო, გატარებულია ეს ცენზურა მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა ცუკერბერგი როგორც ახლა გაპავლებული სწავლეთ ცუკერბერგმაც იქ გადაიცვა და შეიცვალა თავისი დანატანის ამოს ფეხაცმელები და ყველაფერი აი ამ ტრამპის მოსვლამდეც უკვე და ასე რომ ვთქვათ იაჯა მას და ჩაუვარდა მუხლებში და ასე რომ ვთქვათ ყველაფერი აღიარა და პატიება ითხოვა და მის მომხრეთა ბანაკში გადავიდა. აი ბოლო ვაგონი რომ უკვე გადიოდა იმაზე შეახტა ასე რომ ვთქვათ უკვე გაქცეთ წასულ ვაგონზე რომ აი ამ ახალ მატარებლის წევრი ყოფილიყო. მანამდე რა თქმა უნდა იქ ყველაზე დიდი როლი ითამაშა ილონ მასკმა და მისმა X-მა, ანუ მის მიერ Twitter-ის შესყიდვამ და უკვე იქ თავისუფალი სიტყვის აღდგენამ
რამაც გატეხა ეს მონოპოლია, ასე ვთქვათ, და ტაბუიზირება სიმართლისა. სამწუხაროდ ეს ასე ვთქვათ, ფაქტ-ჩეკერების გაფარჩაკება, ანუ მათი აკრძალვა და ასე ვთქვათ, ფაქტ-ჩეკერების გაუქმება ჯერჯერობით მარტო ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის ქვეშ და ტერიტორიაზე მოხდა, იმიტომ რომ ხო ეს არის სუპრანაციონალური კონცერნი და მიზეზი იყო უბრალოდ ამერიკაში შესული პოლიტიკა, თორემ ახლა ევროკავშირში არ მოხდა რა, იმიტომ რომ ევროკავშირში რჩებიან ჯერ კიდევ თუმცა დიდი დრო არც ამათ აუწევთ ეს ლიბერალური მთავრობები და სანამ ისინი არიან, მანამდე ისინი როგორც გერმანიის მთავრობა, ისე საფრანგეთის და შემდეგ, რა თქმა უნდა, ითხოვენ კიდევაც ფაქტ-ჩეკინგის და აი ამ ცენზურის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი დასაყრდენი, ხო? ისევე ალბათ საქართველოში არ გაუქმებია ჯერ და აი ჩვენ მთავრობა რას ელოდება. ლიბერალებს, მათ შორის გერმანელებს აქვთ პანიკა. დღეს წავიკითხე გერმანიის ელჩის ამერიკაში. გერმანიის ელჩის დეპეშა, რომელიც მან გაუგზავნა, დეპეშა არ იგზავნება, არა დოკუმენტაცია, მისი შეფასებები, თუ რას მოიტანს ტრამპის გაპრეზიდენტება და ეს პროცესები ამერიკაში, ამერიკა გერმანიის და ზოგადად ევროპასთან ურთიერთობის კონტექსტში. პანიკა აქვს დატეხილი. ეს მიმართული იყო ანალენა ბერბოკის კანდანუს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართი და ასევე კანცელარიაში წავიდა იგივე წერილი, სადაც ეს ჩვენი გერმანიის ელჩი ამერიკაში ამბობს, რომ თავისუფალი სიტყვა საფრთხეშია და თავისუფალი მედია, ჯერ რომელ თავისუფალ მედიაზე საუბარი, ყველა დავინახეთ ხო ვისი ინტერესების გამტარებელიც იყო ეს მედია, მაგრამ აი ამათი ენიდან რო გადმოვთანხმოთ ჩვენ, გამოდის რომ საფრთხეში არის ამათი ცენზურის პოლიტიკა და მონოპოლიური პოლიტიკა სიმართლეზე ტაბუს დადება. აი ეს არის საფრთხეში, იმიტომ რომ ამერიკაში ეს უკვე დაიმსხვრა და ამერიკა ყველა ვარიანტში და ტრამპი მithles ძალიან ესეთი ისა რა ტიპი რა, რომ არავის არაფერს არ უიწყებს ცუდს და ცუდნად გვამს და ცუდ გაკეთებულს და არის ძალიან ესეთი როგორ ვთქვათ, აი შურის მაძიებელიც კი და მათ არ გაახარებს. ეს პროცესები უკვე დაწყებულია ევროპაში, აგარ გერმანიას, აი დავინახეთ რომ ბოლოს ოქტომბერზე ანალენა ბერბოკი მოუვიდა იქ შეხლაფე მოხდა კონფლიქტი კანცლერ შორცთან, იმასთან დაკავშირებით, რომ შორცმა აღარ გამოყო და არ დაეთანხმა მორიგი ტრანში 3 მილიარდის გამოყოფას უკრაინისთვის. ბერბოკი, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი ადგა და გავიდა საერთოდ დარბაზიდან, საერთო სურათიც უარ ითქვა. ფაქტობრივად დაშლილი არის, ასე ვთქვათ, გერმანიის ხელისუფლებას ბოლო დღეებში ითქვის, როგორც ახლა ბაიდენის ხელისუფლება იქნება, ხო, ბოლო დღეს უბრალოდ არ მოვიდა კიდე ახალი არჩევნების დღე, დანიშნული არის, ადამიანელი არჩევნები დანიშნული არის ის თებერვლის ბოლოს. და თებერვლის ბოლოს აირჩევს გერმანიაც ახალ პარლამენტს და სამშაბათ იქნება ახალი მთავრობა და ახალი პოლიტიკა. იგივე პროცესები ხდება სხვა ქვეყნებში, აი ინგლისში ძალიან საინტერესო პროცესები ბრიტანეთში, იქა ხო? იქაც და თუკი საქართველოს მთავრობა ელოდება, ხო, კაი ელოდონ, მაგრამ აი ეს ლიბერალური მთავრობები ახლა როგორც ამერიკაში დაიწყო პროცესები, ხო, ევროპაში და კანადაში ნახა ტრიუდო, ხო, ტიროდა, გადადგა ტრიუდო. აი ეს ლიბერალი კოვიდ ფაშისტი გადადგა. სალომე წავიდა, ტრიუდო წავიდა, მიყვება მალე მაკრონის, შოლცი უკვე მიყვება და გერმანიის დღევანდელი მთავრობა უკვე ახალი არჩევნები ველოდებით. ილონ მასკი მხარს უჭერს ალტერნატივას გერმანიისათვის, ეს არის კონსერვატიული პარტია, რომელსაც ისინი იძახიან, რომ არისო პროფაშისტური და რაღაც ყველაფერს აბრალებენ, თუ კი რამე შეიძლება თქვა, ცუდი არჩევნები იყო ფაშისტები კოვიდის დროს, ხო? და ხალხო და ჩვენო მთავრობა დამთავრდა, თქვენ ვერ ხედავთ, რომ თქვენო ვიძახით, რომ აი ამ არჩევნების მერე ახლავთ ჩვენო საქართველოში ლიბერალურ ფაშისტს გამონადგურებთ, აი სადაც რაში გამოჩნდა ეს აი ყველა ინსტანციაში და ყველა ორგანოში ყავთ ლიბერალი ფაშისტები, ხო? ყოფილი კოვიდ ფაშისტები და ყოფილი არსებობს ფაშისტი, ლიბერალ ფაშისტები, ზოგი ნაცებიდან განმოდეპორტებული, ზოგი თქვენი მიერ აყვანილი მიყვანილი სამსახურში ნაცები, ყოფილი ნაცები და ლიბერალები ყველგან თუ სადაც შეიძლება გინდა რა ქვია მას სახალხო დამცველის ოფისში იყოს და გინდა ნებისმიერ აღებულ სამინისტროში, ხო და აი ახლა ხალხ თქვენ თუ კი ატყუებთ, ხო ხალხი არ მოთხოვდება და თუ კი თქვენ ასე გააგრძელებთ თამაშობ, იძახოთ ერთი და მეორე მხრივ კიდე რაღაცა აკეთოთ და არ აკეთოთ, უბრალოდ გასაკეთებელი და უყუროთ რა მოხდება ევროპაში ეს თავრობები ახლა მოიხვეტება და გაიხვეტება ისტორიის სანაგაოზე და ტრამპი ამას ყველაფერს უყურებს, თქვენ თუ წინგიცობთ და მაინც გააგრძელებთ ლიბერალურ პოლიტიკას და თუ კი თქვენ არ დასჭით. მაგალითად რომ დავიწყოთ კოვიდ ფაშისტების დასჭით, ხო, ვინაც უბედურება და გენოციდი მოუწყოს თავის ქართულ ხალხს, ხო? იქ არა მარტო აცრებზე იყო და მის შედეგებზე საუბარი იყო ჯერ იმაზე თუ რა ხდებოდა საავადმყოფოებში და როგორ ხოცავდნენ ხალხს ჯანმოს პროტოკოლებით და ნაადრევი და არასწორი ინტუბაციით იქ ფილტვებში ჩადგმით აპარატების ბაქტერიების შეყვანით და ასე და ასე, ხო, დახოცეს ხალხი, ხო, თქვა იქ არაძებრო
ზოგ საავადმყოფოებში 5%, ზოგ საავადმყოფოში 25%, რატო? ხო წავდნენ არასწორი კი არა მიზანმიმართული, რატომ? იმიტომ უნდა დაეშინებინათ ყველა რომ აი ხო ხედავთ ეს ვირუსი კლავს ამდენ ხალხს და ამიტომ ყველა აიცერეთ. ამაზე იყო მიმართული პოლიტიკა. რაც მეტი აცეს, მით მეტი ხალხი დაიხუცა კიდე იმის შედეგად და ეს არის ყველაფერი სტატისტიკურად დადასტურებული და ამას ყველამ რო იცის უკვე იმაზე არის საუბარი და არანაირი რეაქცია, არანაირი საშენი არც ერთი COVID პასუხი ჩვენი მთავრობიდან არ დაგვინახია, ხო? ამიტომ ესენი ერთს ამბობენ მაგრამ გაკეთებით მეორეს აკეთებენ ან არაფერს არ აკეთებენ. აი ესაა საქართველოს თავრობის პრობლემა, ესაა მათი ნდობის ხარისხის მინიმუმამდე დაყვანა ადამიანებში. აი ის ხალხიც კი რომელიც აი შეიძლება რასაც ამბობს ქართული ისტორია შეიძლება ეთანხმებოდეს იმას, ხო? საქმე თუ არ დაინახა რომ საქმე კეთდება და იმართულებს რაღაც ნაბიჯები გადადგმული არის, არ დაიცავს, არ წაყვება და არ ექნება საყრდენი ქართული ოცნებისთვის, თუ კი ეს ასე გაგრძელდება. ხა ესენი ახლა რას ელოდებიან? არ ვიცი, ელოდებიან ტრამპი რომ მოვა და რას იზამს, ესენი რომ წავლენ ევროპიდან ეს ლიბერალები, სხვა ვინ მოვა და ალბათ მერე შეიძლება გაენძრენ და მერე რაღაცა გააკეთონ საქართველოში, მათ შორის ფაქტჩეკერების გაუქმებით, ფაქტჩეკერების და მათი კანტორის პასუხისმგებაში მიცემით დამნაშავე COVID ფაშისტების პასუხისმგებაში მიცემით, ყველა პოლიტიკოსის პასუხისმგებაში მიცემით, ჩართული იყო აი ამ ნიღბების, პირბადების, ტესტების და იძულებითი აცლების კამპანიაში და ყველა დამნაშავე ექიმის დასშით სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, იმიტომ რომ დარღვეული არის და საშინად არის დარღვეული ნიურნბერგის კოდექსი იძულება ადამიანების ჩართვა მასიურად სამედიცინო ექსპერიმენტში მათი შიშათოვაში დაავადებით და ლეტალური შედეგით ასრულებითაც კი. ეს არის სწორედ დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც ჩადენილია მათ შორის საქართველოში და აი ამ ამბის გამოძიების და აი ამ სამართლის აღდგენის და დანაშაულების დასჭის გარეშე არაფერი სიკეთე და არაფერი წინსვლა ქვეყანას არ ექნება. იმიტომ რომ ექნება პრეცედენტი დაუხსნელობის და მეორე დროს და სხვა სიტუაციაში კიდევ უფრო ვარის გააკეთებენ, ხო? ჩვენ არ უნდა დავუშვათ. თიან საზოგადოებამ უნდა დავუშვათ, უნდა მოვთხოვოთ კაცად ჩვენს მთავრობას, ოცნების ხელისუფლებას და ზოგადად ვინც ექნება ხელისუფლებაში სამართლის დაყენება და ყველა დამნაშავის დასჭის დაწყება დღეს და არა 3 და 4 და 5 წლის მერე. მე შეიძლება გვიანი იყოს. მე ვფიქრობ ბატონო კობა რომ აზრი არ აქვს საერთოდ რამდენჯერ დაგვიყენებია საჯაროდ რაღაც საკითხები, მაგრამ ოცნება საერთოდ არ უსმენს არავის. აი შეხედეთ ამირან გამყრელიძე სხვა ბანაკშია, ხო, ლიბერალურ ბანაკში. აქეთ დაუწყო აი ამ კრიტიკულ მომენტში ჭუის დარეგება ოცნებას. მაშინ როცა იხჩობა კორუფციაში და ეს ოცნებამ ძალიან კარგად იცის, მარტო ამისთვის შეიძლება ეს კაცი დააპატიმრო, თუ ამას დაუმატებთ იმას თუ რა გაუკეთა მას, რამდენი ადამიანის კვლელობა სიკვდილია მის კისერზე, იმას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის ფაქტიურად, მაგრამ ვისებს მას აზრი არ აქვს. მე უკვე ვხედავ ამ ტაქტიკას, ქართული ოცნების ტაქტიკას, რომ თუ არ იქნება ნაციონალური მოძრაობა ცოცხალი, თუ არ იქნება საფრთხე, ესენი დიდხანს ვერ იარსებდნენ, რამდენიმე თვეს ვერ გაძლებენ ეს. მათ აუცილებლად აი ამ ნიშას მალე დაიკავებს ეროვნული ძალა და დამარცხდებიან, ხო? ამიტომ ამ ჩიხური სიტუაციიდან ჯერ მოდით სანამ გადავიდეთ, მე მაინც მინდა კიდევ შევეხო აი ამ თემას, ჟურნალისტიკის თემას. ფაქტიურად მკვდარია მთელი მასმედიები 24 საათი ერთი და იგივე სიცრუეს ავრცელებენ ლიბერალური არხებზე. სულ მუდმივად ერთი და იგივე პოლიტიკური თაღლითები ზიან და ამ ქვეყანაში ამდენი ჭკვიანი ხალხი ყავს და არასოდეს თქვენ თუ გინახიათ რომ გამოეყვანოთ ასეთი რა ქვია ნეიტრალური ადამიანები, ჭკვიანი ადამიანები, მეცნიერები, ანალიტიკოსები და მოეწვიოთ ტელევიზიაში. არა, ერთი და იგივე ნაციონალური მოძრაობის თაღლითები. იმაზე ტევ პირველზე ხაზარაძე ეროვნული გმირია უკვე ფორმულაზე ნაციონალური მოძრაობა და მიშა ისე და რა ქვია მთავარ არხზე ნიკა გვარამია და ეს მელია და ეს და ამით თავდება ეს. გადართავ იმედზე და კობახიძე, მდინარაძე, კალაძე. მორჩა ამით იწყება და ამით თავდება. გადართავ აქ და იმ დღესაც თქვი და კიდევ გავიმეორებ. ნამდვილად ასია. ყაველაშვილია პრეზიდენტი ტევ იმედზე და ამ დანარჩენ ლიბერალურ არხებზე სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი. გესმით, აი ცენზურა ჩვენზე ხორციელდებოდა ხალხო და კი არ ავცნობთ ამ კონსტიტუციას, მაგრამ ეხლა ამ მოქმედი კონსტიტუციით თუ ამ მოქმედი მთავრობით მთავრობა რო ხარ და ეს ტელევიზიები რო სიცრუეს ავცელებ,
აი ეს ძალიან დიდი ის არის. ეს არ არის პატარა დარღვევა, კაცო, ტელევიზია გამოდის და პრეზიდენტს უწოდებს სალომე ზურაბიშვილს, ხო? ეს არის, რავი, სულ მცირე ხო უნდა დააჯარიმოდა სიცრუის გავრცელებისთვის, ხო? მედიის განვითარების ფონდი სიცრუე იყო მთელი ამ დროის განმავლობაში. ახლა რა გვიგვირს ახლა რა. მთელი COVID ფაჟის დროს იყო სიცრუე ყველა ტელევიზიაში. აბსოლუტურად ყველა ტელევიზიაში. მედიის განვითარების ფონდი არის საქართველოში. კი. მედიის განვითარების ფონდი არის შექმნილი, რომლის ხელმძღვანელი არის ქალბატონი თამარ კინწურაშვილი, იცით თქვენ ეგ და ფინანსდება რა თქმა უნდა გარედან, დასავლეთიდან და წარმოიდგინეთ თქვენ აი ეს მედიის განვითარების ფონდი პირიქით ხელს უშლიდა თავისუფალ სიტყვას და ბლოკავდა. აი ეხლა ამაზე სულ მცირე, ხო? მაინც და მაინც ჩვენ ეხლა ამერიკაში უნდა ვიჩვიდოთ, კაცო, რომ აი ეს ხალხი აქ პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ქართულმა ოცნებამ და ალბათ ეგეც გაკეთდება ეხლა. თუმცა რომ ჯერ გაათავისუფლონ და გაუშვან იმ თანამდებობებიდან, ხო? სანამ პასუხისმგებლობაზე იქნება საუბარი, იმიტომ რომ მაგრამ ამათ როგორც თქვენ ბრძანეთ, ხო, ეს აწყობთ ესეთი სისტემა რა. ეს არის ერთი მეტის ორი მხარე, რომ საფრთხობელად ჭირდებათ აი ის ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასპეტები, ჭირდებათ აი ის ხაზარაძე და მისი თქვათ რა კიდე ვიღაცეები, გახარია და ვიღაცეები, რომ თქვა რომ აბა ჩვენ თუ არ ვიქნებით ესენი გინდათ ხალხო, ანუ ალტერნატივა არ დაუტოვეს ხალხს. არავით არის მესამე ძალა, საერთოდ დატოვეს თამაშკარი მდგომარეობაში, ტელევიზია აგრძელებს ერთ-ერთი მოგეხსენებათ ახლა არ დავასახელებ რომელი ხო, პარტია დატოვეს პარლამენტის გარეშე გაერთიანებული იმათი ძალების, ახლა მე მათთვის არ დამიჭერია მხარი და ვიყავ მოხდება, ეს იყო ოცნების ასე რომ ვთქვათ მიზანმიმართული სტრატეგია, რომ შუაში გაიკრიფებოდეს და არავით არის მესამე და რეალური ასე ვთქვათ ალტერნატიული ძალა არ დაუშვა, იმიტომ რომ ამათ აკონტროლებენ. ესენი ურჩევნიათ რომ იყვნენ ყოველთვის იმ 10%-ით, 12%-ით, ზოგი 7-8%-ით პარტიები რო ყავდეთ ოპოზიციას, მაგრამ არის ამათ მიერ კონტროლდებადი და იმათ არავინ არ ეხება, იმათ არავინ არ იჭერს, არავინ არ სვამს ციხეებში, არავინ არ თხოვს პასუხს დააშაულებებზე, ამას ამომენ მარტო რიტორიკულად, ამომ რა ჩვენ თუ არ ვიქნებით, მაშინ ესენი მოვლიან და კიდევ აი ბუა ვარეს იზამენ რა. ეს არის ამათ სტრატეგია, მაგრამ ეს თითქოს აღარ იმუშავებს ამათ სტრატეგია, იმიტომ რომ ესენი ორივენი ერთად ჩაირეცხებიან, ისე როგორც ბევრ სხვაგან ირეცხება ახლა სისტემები და ირეცხება ახლა ეტაბლირებული პარტიული, ასე რომ ვთქვათ, კონგლომერატები, ასე რომ ვთქვათ, პარტიული როგორ გითხრათ აბა, რამდენიმე პარტია რომ ყოველთვის ერთმანეთთან თანაშრომლობდა, აი მაგაც გერმანიაში ხო იგივე, ხო? ამას უწოდებენ კარტელულ პარტიებს, და კარტელური სისტემები ძალიან მალე ყველგან, მათ შორის საქართველოში მათ უნდათ, მათ თუ არ უნდათ, ხო? და მიუყვებიან უკან. თუ კი დროზე არ გამოასწორეს და თუ კი დროზე არ დაიწყეს, ასე რომ ვთქვათ, ალტერნატივის დაშვება, არ დაიწყეს მართლა რეალურად საზოგადოებაში განათლების გავრცელება, რეალურად თავისუფალი მედიის ჩამოყალიბება და აგენტების გაყრა იმ ტელევიზიებიდან და იმ ასე რომ ხო, აი როგორაც თქვენ ბრძანებთ, ხო? ის ისტორია დაშის, მაგათ და ისტორია ყოველთვის დავინახეთ ჩვენ ყველას მიუვიდა და ყველას 25 წელი იქნება ასე ძალიან კარმული წელიწადი, ყველა მიიღებს თავისი ჩანადენის აქციელის და თავისი საქმეების და მიხედვით მიეზღება ყველას და არც ქართული ოცნება და არც მისი ხელისუფლება მთავრობა არ არის ამაში გამონაკლისი. თუ ზგონიათ რომ ესენი ნელ-ნელა ახლა იჯდებიან წყნარად და დაინახავენ იქ ამერიკაში მოვა ტრამპი და იმისი მეძარიან და რაღაცა, ტრამპი შეხედავს მაგათ გაკეთებულს და მაგათ გაფუჭებულს ყველაფერს აწონდაწონის და არავის არაფერს არ აპატიებს. ზანგად რო იცოდენ მაგათმა. არც რუსეთი არ აპატიებს არავის კიდე არაფერს და არც ჩინეთი კიდე ვისთანაც დაამყარეს პარტნიორობა და ვისი ფინანსებით და ფულებით ჩადებული ახლა საქართველოში და ვისი პროექტებით საქართველოში ხორციელდება, ხო? ამათ უნდა იყვნენ სულ ესენი ისხდნენ თავიანთ სავარძლებზე, თავისი წილები აიღონ, თავის ფულები მიიღონ, მილიონები გახდნენ, აი ეს უნდათ რა ამათ რა და ქვეყნის განვითარებაზე, რა ვიცი, თუ კი რეალურად მაგათგან ვიღაცა შეიძლება ერთეულობით ფიქრობდნენ ამაზე, არ გამოვრიცხავ რა. მაგრამ იმ ერთეულების ფიქრი რეალურ საქმეებში ჯერჯერობით არ არის ასე ვთქვათ ტრანსფორმირებული და ვერ ხედავთ რეალურ საქმეებს, იმიტომ რომ რამდენი პრობლემაა საქართველოში ახლა. რამდენი პრობლემა არის საქართველოში, მაგალითად ვთქვათ ახალგაზრდები რო ავიღოთ, ჩვენი ახალგაზრდები რა დღეში არიან.
ჩვენი ბავშვები მანდატოები ნარკოტიკებით რო არის, აი ყველა გოგოები რო ნარკოტიკებით გაჟღენთილები ღამის კლუბებში არაბებს და ირანელებს ეძლებიან. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს საქართველოში და მეტი მტერმა, რუსმა მეტი უარესი რა უნდა გაგვიკეთოს. თურქმა მეტი უარესი რა უნდა ისედაც ასეთი მდგომარეობა არის თბილისში და ყველგან კიდე რო სხვაგან კიდე ყველა გაქცევაზე არის, იმიტომ რომ საქართველოში გასაგანი ქართულს არ მისცეს და ამაზე არის საუბარი, ხო? აი ამაზე გვაქვს ჩვენ, ამაზე გვაქვს საქართველოს და ქართველები და ჩვენი ერდო გადარჩეს, ამაზე რაღაც კონცეფცია რო შევიმუშაოთ და მთავრობა ამაზე ფიქრობს, არ ამგონია, ამიტომ რაფერს არ აკეთებს. აწყობთ მას სიტუაცია. ყველა დუმს აი ამაზე, ამ ღამის კლუბებზე, ამ გარყვნილებებზე რაც ხდება და ფათაშორის ეს თამაშებზე და არა მარტო ონლაინ კაზამებზე, ისე ყველა კაზინოებზე რო გაყიდა ამდენი ხალხი არა, ყველაფერზე თუ ვერ ამოიღებს საკეთო სისტემაზე ან ბანკებმა რომ გაყარა ხალხის ახლიდან ხაზარაძე რო გახდება პარლამენტარი და პარტია შექმნის და პარლამენტში დაგიძდება, იმ ქვეყანაში რაზეა სადოთ საუბარი. ბატონო გობა, აი თუნდაც ამაზე, ამ ღამის კლუბებზე და ამ გარყვნილებაზე რო ჩათრეული ესეთ ნარკოტიკებში და გარყვნილებაში, ამაზე მაინც ეკლესიამაც ხო უნდა დაგვეხმაროს და მაღალი სიტყვა ხო უნდა თქვას, ხო უნდა შემოკრან განგაშიზარები, მაგრამ ყველა დუმს, მე არ ვიცი ესეთ რა მდგომა რატომ დუმს ყველაზე რატომ რა ვიცი დაივიწყა ყველამ ეს ქვეყანა და მიშვებულია რა ესე იგი ესეთი ჩიხური სიტუაცია ესეთი ქაოსი თანაც აი თქვენ ახსენეთ რომ ხალხზე მართლა არავინ არ ფიქრობს 3000 რაღაცა ქონდა ხელფასი პარლამენტს ერთბაშად გაიზარდეს 11000-მდე გესმით აი ახლა იარვიდან 3000 რაღაცა 500-დან 11000-მდე გესმით? 3-ჯერ 4-ჯერ გაიზარდეს კომიტეტის თავმჯდომარეებმა და მინისტრებმა. ხო და პენსიონერს გადაუგდეს 35 ლარი, მაგრამ მარტო პენსიონერი ამოდენა ხალხი უმჩევარია. ახლა დაქორწინებულების 60% ოჯახები ინგრევა. დანგრევის შედეგი რა არის, ხო? ყველა ვიცით. გაჭირვება და ასეთი ისინი პრობლემა. დემოგრაფიული პრობლემა, პრობლემები შემცირება. დემოგრაფიული მდგომარეობა ეს კატასტროფული მდგომარეობა საქართველოში და მე არ ვიცი ხელიდან გვეცლება ქვეყანა და ყველა დუმს ეკლესია დუმს რა ქვია თავრობა არაფერს არ აკეთებს პრევენციებს არ იღებს არანაირს რა გახდა თუნდაც უფასო იყოს მშობიარობა და თუნდაც 1000-ნაირი წახალისებები იყოს ხო როგორ შეიძლება იმ მშობიარობისაც სტატისტიკა არსებობს საქართველოში 30%-ია უკვე ქართული ეთნოსი. გესმით? 70% უკვე უცხოელი. კატასტროფული ვითარება. ეგრე არის და ეგრე იქნება ხელიდან. სანამ ყველა არის ეგოისტური და თავის გამდიდებას და თავის ჭიბეს და თავის სახკავაზის აღშენებაზე ფიქრობს და ერთმანეთს ჭამენ ქართველები და არა მარტო ქართველები, იქა ბევრი გვარგადაკეთებულიც გვყავს ჩვენ ყველა პარტიაში და ყველა იმაში, მათ შორის უჯერეს ვთქვათ რა სათქმელი არის მართლა რეალურად ქართველი ვინ არის ამ ხალხიდან ისე კი არა იმის გამო რომ გვარი გადაიკეთა რომ რა ქვია ქართულობა მიიღოდა აი დაჟდეს პარლამენტში ეროვნება გამოცდილება მაგათ უხარიას ქართველების გაწყვეტა და ქართველების გასვლა ქვეყნიდან რომ შემოიყვანებენ თავისებს და დაასახლებენ იმათ რა ამას აკეთებენ მიზანი მართლაა ჩვენ ქართველებს აგვიყვეთ ჭკუა და ტვინი თავის დროზე რომ ჯერ ესენი არ დაგვეშვა რომ ყველას უპრაგონოთ მიიღო ქართული გვარები და ეყიდა და მერე დაეწყოთ ბლატავი რომ ქართველები ვართ და შვილზე მთავრდება ჩვენი გვარიო და მეც ვიქნები პარლამენტარიო ხა ყველას აქვს უფლება ბატონო მაგრამ იმან ნიღაბი კი არ უნდა დაიკეთოს იმან თავისი გვარით უნდა მოვიდეს თორე შეიძლება იმას აზერბაიჯანული სომხური და უკრაინული გვარი გქონდეს მე იმას უფრო ვაფასებ რომ სომეხმა ეთნიკურმა თავისი სომხური გვარი შეინარჩუნა მე ბევრი მყავდა ჩემს შვილებში არ ვარჩევ ყველა ჩემს სტუდენტებს როცა ქართულ ამერიკულში ვასწავლდი გაუში თბილისში ხო იქ სომხების ეთნიკურად სომხებიც ყავდა ეთნიკურად აზერბაიჯანელებიც ყავდა ხო და მე იმას უფრო ვაფასებ რომ იმას თავისი გვარი და თავისი შენარჩუნებული არ მალავს და არ ეთაკილება ატომ უნდა ერწყინებოდეს დიდი სომხური ისტორია და კულტურა და ასევე აზერბაიჯანელები ჩვენი ძმები კაცო რა და სამალი და ეს არის მატრაკვეცობა და მამაძაღლობა რომ სპეციალურად იცვლიდან და იცვლიან გვარებს რომ მოაჩვენონ თავი ხალხს ქართველებმა და ქართველები არ არიან და აკეთებენ სხვა ქვეყნების საქმეებს. აი ესა უბედურება და აი სანამ ჩვენ ამას არ მოუვლით ამ პრობლემას, მაგრამ გვექნება პრობლემა ყოველთვის საქართველოში. ერთ-ერთი დაპირკოლება არის ზუსტად ეგ ბატონო კობა რომ მედია ფაქტიურად და ჟურნალისტიკა არ არსებობს, თავისუფალი მედია არ არსებობს საქართველოში. ეს არის პარტიული ტელევიზიები,
თქვენ არ ვიცი გახსოვთ თუ არა კომუნისტების დროს ახალგაზრდა ჟურნალისტი ნაზი შამანაური როგორ აწამეს და ფსიქიატრიულში ამოხადეს სული და ის თუ არ ვიცი მე რამდენად გახსოვთ ეს მაგრამ იყო მის შემდეგ კიდევ ირაკლი გოცირიძე როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა 92 წელს იბერიას ფეხს გამოსცემდა და იმდენად მართალი სიტყვის იყო რა აი მართლა სვეტი ეს კაცი რომ თლიანად მოსპეს ფაქტიურად მისი ოჯახი ტყვიები მაგიდაზე ეცემოდა და ვერ დაახევინეს უკან და მართალ სიტყვას მაინც ბეჭრავდა იქ ამ გაზეთში გურამჩარაძეც ესე მოკლეს და საქართველოში თუ კი ყოველთვის გამოჩნდებოდა ქართველი და ქართული იდეოლოგიის მატარებელი და მამულიშვილი ადამიანი ყოველთვის კლავდნენ რა ყოველთვის კლავდნენ აქედან გამომდინარე ახლა თქვენ ემიგრაციაში ბრძანდებით და მინდა კიდევ ერთი რაღაცა გითხოთ აქედან გამომდინარე ვსვადებთ ემიგრაციაში თუ კი არ მიხარია ემიგრაციაში ყოფნა მაგრამ ესე ვიცი არა რაღაც მომენტში მეც მოკლავდნენ მან ალბათ ხო რაღაც მომენტში მეც გამასაგებდნენ ახლა მე რაც გერმანიიდან ვისაუბრე მაგალითად ხო აი კოვიდის პრაგად კოვიდ რო ავიღოთ და ძალიან პერიოდში შეგიძლიათ მანდედან გაუწიოთ იდეოლოგიურად ეროვნულ საქმეს მე ზუსტად აი ეს შეკითხვა მინდა დაგისვათ თქვენ იცით რომ თქვენ ხედავთ რომ ესეთი ჩიხური სიტუაციაა და თუ არ მოვიდნენ ისეთი პოლიტიკოსები რომელიც ქართველი ერის მიერ იქნებიან არჩეული უნიჭიერესი ხალხი ამ ქვეყანას არ ეშველება ხო და ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი ქართველი ერის გაერთიანებით უნდა მოხდეს ეს როგორც დაიწყო ხონებულმა ზვიად გამსახურდიან და ეს არავითარი პარტია ეს არის სახალხო მოძრაობა ყველა უნდა გავერთიანდეთ და ის გაწყვეტილი ძაფი აღვადგინოთ რომელ პოლიტიკურ გზასაც ადგა ის ქრისტიანი მართლმადიდებელი პრეზიდენტი და ჩვენ გვინდა რომ აღვადგინოთ კონსტიტუციურ სამართლიანობა რომელიც პირველ რიგში აი ამასაც მოგვაცილებს ის ბომბი რო ჩაგვიდოს სააკაშვილმა კონსტიტუციაში ხვდებით ალბათ თქვენ იცით ეს რა ბომბია და ერთბაშად აბსოლუტურად ამ კონსტიტუციის აღდგენით საქართველოს ამოისურვებს და ახალი ჟანგბადი მიეცემა და შემდეგ უკვე უნდა დაინიშნოს ახალი საარჩევნო სამართლიანი არჩევნებით პარიტეტით როდესაც უკვე იქნება ეს დიდი ეროვნული სახალხო ძალა რომ როგორმე ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ეროვნული ძალები ნიჭიერი ხალხი ანალიტიკოსები მეცნიერები და აი აქ მე ვფიქრობ რომ ემიგრაციასაც ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია და მით უმეტეს თქვენ როდესაც აი მე ვაკვირდები ხოლმე საკმაოდ დიდი რეიტინგი გაქვთ ასევე და ამ პროცესში ალბათ ერთ-ერთი როლი უნდა შეასრულოთ თქვენს ემიგრაციიდან და სწორედ აი თქვენნაირი ჭკვიანი ხალხი უნდა მოვიდეს ახალ ქართულ სახელმწიფო ხელისუფლებაში. ასეთი რაღაცა ჩვენ ჩაფიქრებული ეს არ არის ეს უბრალოდ ზოგს გონია რომ აუ შენ ლიდერობა ვერთხელ დამიფაროს მე არაფერი არ მინდა მე ბოლოს რო გავიმარჯვებთ ერთი ტილოები არ მომაკლდეს და ფუნჯები და რა ქვია საღებავი ხატვარი კაცი ვარ ჩემთვის წყნარად ვიждები ჩემი მიზანია იდეა რადგან იყო ჩემი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ემიდია სულის ჩავბერო და ჭკვიანი ხალხი დავაყენო ერთად და აი ამ ჭკვიანმა ხალხმა მიხედოს ამ სახელმწიფოს ბატონო დავით აი ჭკვიანი ხალხი ბატონოკობა მიხეილ სააკაშვილმა რო ჩარეცხა და შავი ფარდა ჩამოაფარა ამ ჭირესთან და ტელევიზიებიც რო დაბლოკილია ყველაფერი აი ამ ხალხის ასპარეზზე გამოყვანა გვინდა ჩვენ ამ ჭირესთან ბატონო დავით აი ქართველებს ყოველთვის გონიათ რომ რაღაცა მომენტში ვიღაცა მოვა და მათ მაგივრად ყველაფერს გააკეთეს მათ შორის ჭკვიანი ხალხის რა ჩვენი მიზანი უნდა იყოს რომ ქართველები ყველა გაერთიანდეს მაგრამ როგორ შეიძლება ქართველების გაერთიანება და საქართველოს მოსახლეობის უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველისთვის და საქართველოს მოქალაქისთვის სწორი მართებული ინფორმაციის მიცემით და მათი განათლებით ხო როცა თქვენს მეც და ყველა მილიონი 3-4 მილიონი ქართველი რო იქნება უკვე შეთანხმებული ერთ სწორაზე შეჯერებული და ერთ ასე ვთქვათ კონცეფციის ირგვლივ გაერთიანებული მე არჩევნებიც კი აღაჭირდება საქმეს ყველას უეცოდინობა რომ ეს არის გასაკეთებელი აი მაგათ აზერბაიჯანი ვახსენე ხო ხა აზერბაიჯანში დისკუსია ერთმანეთს შორის ხო არ მიდის ჩვენ აქეთ წავიდეთ თუ იქით წავიდეთო ხო ყველა აზერბაიჯანმა ხო იცის რა არის მისი სახელმწიფო ინტერესი
და იმიდან ყველა აზერბაიჯანელი ხო ხეირობს და ხო ღებულობს თავის დივიდენდებს და ყველა ერთ გზას ადგას და ერთ პირზე არის დამდგარი. ეს არის ხო აზერბაიჯანის წარმატების გასაღები, ხო? რატო არ შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოში, რომ ერთის სწორად ჩამოყალიბებული საქართველოს განვითარების, გადაარჩენის და ხსნის კონცეფციის, შემუშავების და აი ამ კონცეფციის ირგვლივ ხალხის გაერთიანების, ასე რომ ვთქვათ, პირობებში მოხდეს მერე თეატრმა მერე აირჩიოს თავისი რიგებიდან მერიტოკრატიული პრინციპით ღირსეული თანამემამულენი, რომელსაც ჩააბარებს და დააკისრებს ცალკეულ ამოცანებს ერთმა ეკონომიკის, ერთმა საგარეო პოლიტიკის, ერთმა კიდე კულტურის, ერთმა განათლების, ერთმა მეცნიერების, ერთმა სპორტის, ერთმა ყველა დარგებში ყველა ჩააბაროს თავისავე წიაღიდან გამოსულ ხალხს, დაავალოს და გააკონტროლოს მათი მოქმედება. Იღოს მონაწილეობა ამ მხედველობაში და ასე ვთქვათ, ყველა იყოს ფაქტურად ჩართული აი ამ, იმიტომ რომ ის არ გამოარო ვიღაცა პარტია ავირჩიოთ და მე ის მიხედა საქმეს არ იქნება არასოდეს ესე რა. მთელი საქართველო კიდე გეუბნებით რა, ჩვენ თუ ერთად არ გავაერთიანდით და ჩვენ თუ ერთ საქმეს და ქართულ საქმეს არ მივხედეთ და არ ყველა ერთად არ ჩავჭიდეთ ხელებით და არ ვაკეთეთ ერთმანეთს ამ დაყოფილები იქნებიან, სანამ ერთმანეთს დაჭამენ და ერთმანეთს პოლიტიკურად რაღაცა სანამ არჩევნები იქნება კიდე. მე გეუბნებით რომ რაღაც სხვა უნდა მოიფიქროთ რაღაცა უკვე არჩევნების სისტემას უკვე თავისთავი მოჭამა და ამოწურა. აი ჩვენ დავინახეთ რომ როგორ ფარსამდეა დასული არჩევნები. აი ჩატარდა არჩევნები და მაინც იძახის რომ ერთი მხარე იძახის რომ გავიმარჯვეთ, მეორე მხარე იძახის რომ გავიმარჯვეთ. კიდე თუ არა თქვენ გააყალბეთ, ვერ ამტკიცებენ, მაგრამ მაინც ამათვის გაყალბებული არის და ამიტომ არის ორი რეალობა რო შექმნა, რომ ამათვის სალომე არის პრეზიდენტი. არის მან ისეთი ბერკეტები, ბატონო კობა, რომ თუ ისინი ჩამოწინა ეს შემოწირულობები, ეს პარტიული ტელევიზიები თუ აეკრძალათ ამ წინასაარჩევნო კამპანიას, ბევრი რაღაცა მოსაშორებელი და შეიძლება ჩატარდეს ამაზე უჩვენეს ხალხი. კი, მაგრამ მე რაღაცა სხვა სისტემა უნდა მოვიფიქროთ მათ შორის არჩევნთან დაკავშირებით, რომ ძველი დრომოჭრული სისტემები ფარსი არის უკვე რომ აი მაგალითად ევროპაში ხო, სადაც მოეწონათ არჩევნების შედეგი ის აღიარეს, სადაც არ მოაწონათ გააუქმეს და ჩთეს ბათილად, რუმინეთში მაგალითად ხო, აირჩია უმრავლესობამ ვიღაცა ერთ-ერთი კაცი არ მოეწონა ბრიუსელს და დაავალეს პირდაპირ აი რუმინეთის უზენაესმა სამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები. ხა ბათილი აცნო. აი რაზეა საუბარი ახლა აი ამ დონე იგივე მოლდავეთში და ეგ ახლა მოისპობა უკვე ტრამპის მოსვლის შემდეგ ეგ ევროპის სოროსის ისინი ხაზები. მე ეხლა მინდა უკვე საათი და 10 წუთია ხო საუბრობ. ეხლა მე მინდა დასასრულისკენ წავიდეთ ბატონკობა, მაგრამ მე მინდა თქვენ გთხოვოთ თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელო უთხრათ ქართველ ხალხს. აი მე პირადად ვიტყოდი რომ ამათ კარგად უნდა გაიგოს ქართველმა ხალხმა რომ არავინ არ აგიშენებს საქართველოს, არც ამერიკა, არც ბრიუსელი და არც გაქვია იმას კაცო ევროპა და არც რუსეთი. ქართველი ხალხის გარდა ამ ქვეყანას არავინ ააშენებს და ეს უნდა გაიგოს ქართველმა ხალხმა. ის მოლოდინები რომ იქ პუტინი მოკვდება, იქ ამერიკა შეიცვლება, იქ ის იქნება, ეს არის ძალიან აი დილეტანტური და სასაცილო ის. ჩემო ძვირფასო ქართველებო, ქართველ ხალხო, საქართველოს მთლიანო მოსახლეობა, ვიდაც თავის თავს მიიჩნევს საქართველოს მოქალაქედ და თulis თავის თავს საქართველოს პატრიოტად. კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, ნათლისღების წინვადის დასაულს. ყველა მიყვარხართ ყველანი აბსოლუტურად, ვინაც ხართ ქართველები, ვინაც თავს თვლით საქართველოს მოქალაქეებად, ვინაც ხართ მართლმადიდებლები, ან თუნდაც სხვა კონფესიის ხალხი, ვინაც ხართ ქვეყნის მოყვარული და არ ხართ მტრები, არ ხართ მოღალატეები და ასეთ გაყიდულები რა. ღმერთმა ინებოს, რომ აი ნათლისღების წყალი განმოგსუროს ყველას და განათლებული მოხდარიყოს ჩვენი სულიერი განათლება და ნათლისღება ქართველების სულიერი კუთხით უბრალოდ ყოვლისა. სულიერად განათლებული ხალხი მე მონახავს სწორ გზას და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგვივა. ამისათვის რა არის საჭირო? ჩვენი მთავარი პრობლემა არის ჩვენი სულმოკლეობა. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ჩვენი მცირედ მორწმუნეობა და ჩვენი სიყვარულის ნაკლებობა თუნდაც მოყვასის მიმართ და ასევე უფლის მიმართ. თუ კი ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტი ქრისტიანები და მართლმადიდებლები, გვიყვარება ურთიერთობა, დავინახავთ მე რომ შესაძლებელი არის მათ შორის დიალოგი, შესაძლებელი არის დისკუსია, შესაძლებელი არის საერთო ასეთ დადგომა და მერე შესაძლებელი არის საერთო გეგმების დასახვა. სანამ ეს არ გვექნება,
სანამ ერთმანეთის ჭამით იქნებით დაკავებული და ერთმანეთის უპატიებლობა, შეუმწყნარებლობა, მიტევების არ არსებობა იქნება განფებული, არაფერი არ გამოგვიყვება. აი დღეს ვახსენე მაგალითად თავიდან მოგილოცოთ ყველას მერაბ დვალიშვილის წარმატება და გამარჯვება UFC-ში ყველაზე დიდ ორგანიზაციის საბრძოლო ხელოვნებაში და იცი გამარჯვება დაღესტნელი ლეკის ნურმაგომედოვის წინააღმდეგ რუსეთმა ვერ წაგვართვა ქამარი შეინარჩუნა საქართველო მე მგონი აი ასეთ მომენტში მაინც ხო ისეთი მომენტია როცა ყველა ქართულს უნდა უხაროდეს ხო შენ რა პოლიტიკური შეხედულებსაც არ უნდა იყო და რა პირადი წყენაც არ უნდა ქონდეს ვიღაცისგან თუნდაც მერაბისგან ხო და რაღაც მისნა თქვა შეიძლება არ მოგწონებოდა თავისუფლებას მაგრამ ეს ფაქტი ხო თავისთავად რომ საქართველოს წარმომადგენლებმა სოფლიო მასშტაბით ქართული დროშა ააფრიალა ასახერა საქართველოს და გააგებინა სოფლიოს ვინა ვარ ჩვენ და ჩვენი გენი ხო ეს ხო უნდა გაგიხარდეს ქართულს არა აი ამ საერთო სიხარულის დროს და მომენტში ხო შეიძლება რომ გადავდოთ რაღაცა გარკვევები რაღაცა გახსენიებები რომ იმან თავისუფლზე ის თქვა და ეს თქვა და ვიღაცა შეაგინა და შეიძლება მეც არ მომეწონა იმ რა თქვა და რაც რაღაცა მომენტში ხო მაგრამ ბიჭო ჩვენიანი არის ჩვენი სიხდახორცი არის ქართველი არის ბოლო საქართველოს ხო უყვარს პატრიოტი ადამიანი ხო არის გურზე ხო ამოიცვინიკა საქართველოს და ყოველთვის საქართველოს ხო იძახის დღეს ხო თქვა რომ ყველა ქართველი მიყვარხართო რა ხო შეიძლება რომ ვაპატიოთ რაღაცა აი ჩვენ პრობლემა რა არის იცი ადამიანმა ასისიკეთო რომ გააკეთოს ხო ერთიანური რაღაცა თუ შეშალა ერთი რაღაცა თუ კი შენ ლიჩნად ესე იგი არ მოგეწონა და შეგეხო ხო ყველაფერს უვიწყებს და ისე გადაუვლით ახლა ხო რო თქვა სამე მე რა ხო კიდე ესე გადაუვლენ ისე ათრევენ რა აი ახლა მაგალითად მოვიყვანე რა რატო ის ქართველებო შეუმცდარი არავინ არ არის არ ჩვენ შორის ყველა შეიძლება რაღაც ხოვრების რაღაც მომენტში შეცდომა მოუვიდეს მაგრამ ერთმანეთის დები და ძმები ვარ და ერთმანეთს ჩვენ თუ არ იუტევეთ რაღაცები თუ არ ვაპატიეთ და თუ არ შევძელით რომ აი ამ პატიების და ერთმანეთის სიყვარულის ბაზისზე დავიწყოთ ერთმანეთთან სულ სხვა დონის ურთიერთობა მაშინ სხვას რა უნდა მოთხოვოთ რუსს რა უნდა მოთხოვოთ ამერიკას რა უნდა მოთხოვოთ სომეხს და აზერბაიჯანეს და ირანეს და თურქს რა უნდა მოთხოვოთ თუ კი ჩვენ ერთმანეთს ვერ გაგვიტანია ერთმანეთი ქართველებო ერთმანეთისთვის ვერ მიგვიტევებია და მაშინ ვიყოთ ამ დემონსტრაციებზე ერთი მხარე მეორე მხარე მესამე მხარე ვჭამოთ ერთმანეთი ვესწროთ ქვები ვაფუთხოთ და უფურთოთ საჭმელებში და ასე შემდეგ ხო ამიტომ ჩემი თავი მომართვა რა არის იცი ყველას მიმართ რა ხალხო რა დავიწყოთ ჩვენი თავიდან ჩვენი გულიდან ჩავიხევთ ჩვენ გულში ჩვენ სულში ყველა ჩვენი სოდები მოვინანიოთ ჯერ ერთმანეთს შეუნდოთ ვაპატიოთ ერთმანეთს მიუტევოთ გვიყვარებოდეს ურთიერთობას და მერე დავიწყოთ ყველაფერზე დანარჩენზე საუბარი ერთპირსა დადგომა და რაღაც გეგმების დასახვა რა თუ კი ჩვენ ამას მივახცევთ თუ კი ჩვენ ღვთისმსიყვარულო ექნება და გვექნება ერთიანობა ამ სიყვარულში ხო მერე უკვე ვერანაირი მტერი ვაფერს უდ დაგვაკლებს ყოველთვის თუცა საქართველოს ერთიანდებოდა ყველა მხარე საქართველოსი და ყველა ქართველი ქუძე კაცი აი გაერთიანებული საქართველოს მომრები არ იყო არასოდეს არა აი ჩვენ რო გავერთიანდეთ ყველანი ერთად ჩვენ წინააღმდეგ მთელი დანარჩენი მსოფლიოს რო გაერთიანდეს ვერაფერს ვერ გვიზამენ ვერ დაგვაჩოქებენ ვერ დაგვამარცხებენ ჩვენი ამოცანა ჩვენი სასრულებელი არის და როგორც თქვენ მზად ბატონო დავით ჩვენს გასაკეთებელს ჩვენს მაგივრად არავინ არ გააკეთებს ჩვენ უნდა ბატონო კობა ჩვენ მიზნად დავისახეთ და საერთოდ ესია რომ აი ამ რეჟიმს რომელიც 33 წელი ანადგურებს ქვეყანას ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ ეროვნული იდეა და ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოქალაქეებმა მინდა იცოდნენ წეგან ვახსენეთ ჩვენ ეს კოლოსალური ხელფასების და მთავრობის აი პოზიცია ოპოზიციამ რო დაინიშნეს საფელა ისინი ხო თახები მინდა იცოდნენ ქართულმა საზოგადოებამ რა წამს ჩვენ თუნდაც 31 მარტის მერე რაღაც ძალას უკვე რო შევქმნით ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ ზეწოლას რეჟიმზე სოციალურ საკითხებზე აბსოლუტურად არის აი რა ვიცი რა უკიდურეს დონეზეა ხალხი ყავთ დაჩაგრული აი ამ რეჟიმს უკიდურეს დონეზე ხალხს ესე იგი თავის რჩენა უჭირს ყველა გარბი სადაც კი თუ ვისმეს გასაქცევია ამ ქვეყნიდან ეს არის აუცილებლად ყურადსაღები ეს სავაჭრო ქსელებია სააფთიაქო ქსელებია საბანკო სისტემაა თუ გამოსახლებებია თუ რა აბსოლუტურად ყველაფერზე
უკომპრომის ბრძოლას გამოუცხადებს ეს გაერთიანება. ძალიან კარგი. და ვარ თქვენ გვერდით. იგულეთ თქვენ გვერდში. ყოველთვის ყველა კარგი საქმეში და პროექტში ერთად შემეძლება დახმარება. მადლობთ ბატონო კობა, უღრმესი მადლობა, კლავაც მოგიწევთ, კლავაც ჩაგთავთ, გზა და გზა. აუცილებლად კარგი იქნება თქვენი მით უმეტესო ტელევიზიები არ გვიწევენ ხო ხედავთ და აი სოციალურ ქსელიდან მაინც თუმცა არ ჩვენა გვაქვს პატარა რეიტინგი და აი აქედან მივაჩვენოთ ხოლმე ჩვენ ქართულ ხალხს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და ჩაფიქრის. ყველა ემიგრანტს კიდევ ერთხელ მიულოცავ ნათლისღებას მრავალ დაესწარით. გული არ გაიტეხოთ, მაგრამ დაგაბრუნოთ საქართველოში. აი, ღმერთი ჩვენსკენ. ამინ.